შობა საქართველოში ასე გამოიყურება. ცხელი ხაჭაპური, სითბო და ნამდვილი ბედნიერება. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე გახლავართ დავით გოგოდაშვილი, ეს კი არის არხი Digital Camp-ი, რომელზეც ვსაუბრობთ ციფრული მარკეტინგის შესახებ და დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში მინდა გასწავლოთ თუ როგორ ეს ძალიან პრაქტიკულია და საჭირო ტექნიკა არის დღესდღეობით. მაგალითად, თუ გაქვთ თქვენ პირობითად ცუნამოების ბრენდი, შეგიძლიათ ცუნამოს გადავიღოთ ფოტო და შემდგომ ეს ფოტო გააცოცხლოთ ვიდეოს სახით. ძალიან ხშირად ვიყენებ მე ამ ტექნიკას და დღეს გადავწყვიტე თქვენსაც გამეზიარებინა. დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში მე გადავწყვიტე რომ აჭარული ხაჭაპური გამეცოცხლებინა, აჭარული ხაჭაპურის ერთ-ერთი ფოტო გამეცოცხლებინა. ამისათვის დაგჭირდება თვითონ რა თქმა უნდა აჭარული ხაჭაპური პირველ რიგში და რამოდენიმე ვებსაიტი. ერთი არის ამას ახლა მე გადმოვწერ. შევინახავ ახლა კომპიუტერში. ერთი არის Clink AI თუ სწორად წარმოვთქავ, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ იმისათვის, რათა ფოტო გადავქმნა ვიდეოდ. და პირველ რიგში ამის ტექნიკას გასწავლით მე რას ვიყენებ, რა პრომპტს ვაკეთებ, პრომპტს როგორ ვაკეთებ და ასე და ასე შემდგომ. აი როგორც გითხარით, ეს არის Clink AI, რომელსაც რამოდენიმე ფუნქცია აქვს, შეუძლია ვთქვათ ფოტო დააგენერიროს, შეუძლია ვიდეოს დააგენერიროს. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ტექნიკას, როდესაც ფოტოს გარდაქმნი ვიდეოდ. რამოდენიმე ვებსაიტი არსებობს, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ ფოტო ვიდეოდ გარდაქმნას, მაგრამ ყველაზე ეფექტური, რომელიც მე გამომიყენებია და დღესდღეობით ბაზარზე არსებობს, ეს არის Clink AI, ეს არის ჩინური მოდელი, თუმცა ძალიან კარგად მუშაობს. იმისათვის, რათა მოვახდინოთ ესეთი ფოტოს გარდაქმნა, საჭიროა მივთითოთ პრომპტი. პირველ რიგში აი ავტვირთოთ ფოტოს, რომელი ფოტოს გარდაქმნას გვინდა ჩვენ ასე ვთქვათ ვიდეოდ. ამის შემდგომ ჩვენ მას უნდა მივთითოთ კონკრეტული პრომპტი, ანუ აი რა სტილის ვიდეო გადაიღოს, როგორ გადაიღოს და ასე რაკურსი როგორ შეარჩიოს და ასე შემდგომ. ეხლა მე არა ვარ ესე ვთქვათ ოპერატორი, არც რეჟისორი, რომ ეს განსაზღვრო. ამიტომ ვიყენებ ესეთ პატარა ხრიკთა ტექნიკას. არსებობს ესეთი იუთუბერი Mr. Beast, რომელიც ყველაზე პოპულარული იუთუბერია, მე მგონი კრისტიანო რონალდოს შემდგომ ყველაზე პოპულარული იუთუბერი არის, მას ძალიან მილიონობით ნახვა აქვს მის ვიდეოებს. და ვიყენებ ChatGPT-ს, რათა ვთხოვ დამიწეროს პრომპტი Clink AI-ისთვის Mr. Beast-ის ვიდეოს სტილში. აი ახლა ავტვირთავ მას მე ChatGPT-ის ფოტოს. შევდო აქ მივუთითებ ამას. ვეუბნები რომ მინდა 10 წამიანი ვიდეო შემდგომში გამოყენებული იქნას TikTok-ისთვის. და ახლა ხედავთ ChatGPT მიწერს დეტალურ პრომპტს Clink AI-ისთვის 10 წამიანს TikTok-ისთვის, რომ ეს ვიდეო ფოტო გააცოცხლოს მაქსიმალურად ეფექტურად Mr. Beast-ის სტილში. თქვენ შეგიძლიათ მივთითოთ სხვა რეჟისორის, მაგალითად კრისტოფერ ნოლანი, ან სხვადასხვა არა აქვს ამას მნიშვნელობა. ან ფილმი მივუთითოთ უბრალოდ პირობითად გლადიატორი და გლადიატორის სტილში გააკეთოს. ChatGPT ამას უზრუნველყოფს. შემდგომ ეხლა ამას ჩვენ ამას დავაკოპირებთ. ყველაფერს დავაკოპირებთ. ხო, Clink AI ფასიანი არის, აქვს უფასო ვერსიაც, მაგრამ ის ძალიან მუშაობს. ესე იგი, ფასიანი არის როგორ, ანუ ეხლა ამჟამად მაქვს 450 კრედიტი დარჩენილი. თუ იყიდოთ, უნდა $10 ღირს 660 კრედიტი. და მე თითოეულ ვიდეოს გენერირებაში კოინები აკეთება, ესე ვთქვათ. ამჟამად ეხლა სტანდარტულ ვერსიაში დაყენებულია, რომ აი ერთი ვიდეოს დაგენერება მე მიჯდება 100 კოინი, თუმცა მე რაღაც პარამეტრებს ეხლა მას დავწევ.
აი მაგალითად ხმის ანუ დამატებით ხმის გენერატორს გამოუთიშავრო ხმა არ დაადოს თავისი სპეციფიკებით და ასევე პროფესიონალურ სტატუსს შეუცვლის სტანდარტად დავაყენებ და დამიჯდება ეხლა ამ ერთი ვიდეოს გენერირება 30 ერთეული ესე ვთქვათ. აი დავაწვევით ეხლა მას გენერებას რამოდენიმე წუთი დაჭირდება, წუთი კი ანუ წამი დაჭირდება ამის გენერირებას. მანამდე მე კიდე რა მინდა გავაკეთო? მე მინდა რომ დავადო ხმა, პატარა ქართული ხმა ამ ვიდეოს, ესე ვთქვათ და ამას გავაკეთებ Google AI Studios და გამოყენებით, რომელსაც შეუძლია ქართული ხმის გენერირება და რამე ლამაზ ტექსტს მოუფიქრებ. ისევ ChatGPT-ს დახმარებით. Salke ვიდეოც მაქვს გადაღებული ტექსტის ხმის დადებაზე, ამიტომ აქ დეტალურად აღარ მოგიყვებით რას და როგორ ვაკეთებ. აბა მოდი ვნახოთ თუ დაამთავრე ჯერჯერობით კიდევ დრო ჭირდება. ეხლა ვეთქვი რომ დამიგენერირე 5 ანუ ახლა ვუხარი რომ 5 წამიანი საშუალო ფრაზა დამიგენოს ამ ფოტოზე და შეგքում ხმათგან ხმის კონვერტაციას გავაკეთებ ამ ტექსტის. იმედია ქართულ ენაზე გავაკეთებს. კი ბატონო, მოკლედ შობა საქართველოში ასე გამოიყურება ცხელი ხაჭაპური სითბო და ნამდვილი ბედნიერება. და საკმარისია მე მგონი ამისთვის. აი, ნახეთ დაამთავრა გენერირება. აი, მე მგონი ლამაზი ვიდეო გამოვიდა. ბოლოს ტექსტები რატომღაც შემიუთითე ტექსტები. ხო, აქ ტექსტის მითებაც ჰქონდა გაკეთებული ამიტომ თუ გამოვიდა ტექსტი, მაგრამ ამას მოვაჭრი. ტექსტი ნამდვილად არ მინდა, ხო, ჯობია რომ ტექსტი სხვადასხვა მე რაც ერთი ალბათ 20-მდე ვიდეო მაქვს ეს დაგანერგებ ტექსტი არასოდეს არ გამოუტანია. ამ პრომპტს ისევე ის დაგაკვირვებთ, არ ვკითხულობ ხოლმე, თუმცა შეგიძლიათ გადააკეთოთ ეს პრომპტი თუ რამე შეამატოთ ამ მოვაკლოთ, უფრო უკეთესად შეიძლება უკეთეს შედეგი მიიღოთ. ხო, ეხლა მოდი ვნახოთ როგორ წაიკითხავს Google-ის ხელოვნური ინტელექტი ამ ქართულ ტექსტს. შევაგდოთ. ამის შემდგომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი სამონტაჟო ინსტრუმენტი. მე ძირითადად Canvas ვიყენებ, რათა ესე ვთქვათ, ვიდეოები დავამონტაჟო. ამათ ახლა მე გამოვიყენებ, ვთქვათ, Instagram Reels-ის ფორმატს. ამ ვიდეოს გადმოვწერ. და შევიდე მასში. მანამდე ვნახოთ ხომ არ გამზადდა ჩვენი ხმოვანი შობა საქართველოში ასე გამოიყურება. ცხელი ხაჭაპური, სითბო და ნამდვილი ბედნიერება. აბა კიდევ ერთხელ შობა საქართველოში ასე გამოიყურება. ცხელი ხაჭაპური, სითბო და ნამდვილი ბედნიერება. მე მგონი სუდი არ არის. ახლა მასაც გადმოვწერ. ეხლა ხმასაც დავადებ, ეხლა ხმასაც ავუკვირდო.
ბოლოს მოვაცილეს ბოლო. რჩება 7 წუთი. გასკოცხობს. ნახოთ რა გამოგვიყვება. შობა საქართველოში ასე გამოიყურება. ცხელი ხაჭაპური, სითბო და ნამდვილი ბედნიერება. მეგონი კარგია. ნამდვილი ბედნიერება. ხო. დღეისათვის სულ ეს იყო ჩამოზირბასო მეგობრებო. ეს პატარა საშობაო ვიდეო რგოლი გავაკეთე. ფიქრობ თქვენთაც საინტერესო იქნება. თუ რამე შეკითხება გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებებს. შობა საქართველოში ასე გამოიყურება. ცხელი ხაჭაპური, სითბო და ნამდვილი ბედნიერება.